ხო, ისეთ შემადგენლობა ბით არის ჩასული მართლა ტრამპი, რომ ესეთი ნახევრად ირონიული კითხვა ჩდება ამ შემთხვევაში ის ამერიკას წარმოადგენს თუ ამერიკულ სამშენებლო ბიზნესს. ხო, აი ამითი დავიწყე საუბარი. თუმცა იყო იქ ახსენები მაინც მოდი ესე ვთქვათ ბრჭყალებში ამერიკელი ხალხის ინტერესებიც გულისხმობს. ხო, ნუ განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის საკითხის ხსენებით, როდესაც აი ეს სოიოს ემბარგო დაადო კიდე ფენტანილის თემაც თუმცა ესეც მარტივად ჩაანაცვლა შემდგომ ჩინეთმა ბრაზილიური სოიოს შეძენა დაიწყო. მოგესალმებით, ლაპარაკობს და უჩვენებს 52 პარალელი საქართველოს რადიოს ეთერში FM 102-სა და 3-ზე. წარმოგიდგენ ჩვენ საერთაშორისო მიმოხილვას. როგორც ყოველთვის შეგიძლიათ ასევე გვიყუროთ YouTube არხზე, 52 პარალელის YouTube არხზე და გვისმინოთ Spotify-ზე, ასევე 52 პარალელის Spotify-ის არხზე და დაგვიმეგობრდით Facebook-ზე, TikTok-ზე და გამოგვყვებით, დალაიქეთ, დააკომენტარეთ. გადააზიარეთ ჩვენი კონტენტი, გაუზიარეთ თქვენ საკუთარ მეგობრებს. დღევანდელ მიმოხილვასაც წარმოგიდგენ ჩოთა თხელიძე და მე გიორგი გვიმრაძე. მოკლედ ბოლო 2-3 დღის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი რამ მოხდა, რაც პრინციპში კი იყო დაგეგმილი, მაგრამ ერთხელ ამ დაგეგმილობის მიუხედავად გადაიდო. და გადაიდო იმ მიზეზის გამო, რომელი მიზეზიც არ მოხსნილა. მაგრამ როგორც ამბობენ, კიდევ ერთხელ გადადება უკვე შეუძლებელი იყო ამ პროცესის ძალიან ცუდად იმეტყველებდა თუნდაც ტრამპის იმიჯზე ის, რომ ის ამჯერად კიდევ ერთხელ არ წასულიყო ჩინეთში და ეს ვიზიტი არ განხორციელებულიყო, ეს ვიზიტი არ შემდგარიყო. ესე ხუმრობით შეიძლება ითქვას ჩინეთმა და ამერიკამ სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს ამ ვიზიტის საფუძველზე. ყოველ შემთხვევაში ასე თქვეს, რომ სტრატეგიული სტაბილურობისა და პარტნიორობის შესახებ შევთანხმდით. ხო? მაგრამ ახლა ეს სტრატეგიული პარტნიორობა ხმამაღალი ნათქვამი არის. უბრალოდ რაღაც გლობალური ბალანსის შესანარჩუნებელი ზოგადი ჩინეთმა და ამერიკამ თუ სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს და მან საინტერესო იქნება რომელი რომელს დაეხმარება როგორც სტრატეგიულ პარტნიორს. ხო, და რა საქმეში. ერთ შეუძლია ეკონომიკაში დაეხმაროს, მეორე სამხედრო საქმეში და ასე აშენდება სოფელიც. ხო, საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ თუ ვინ გაყარა კოლექტივი გაყარა დონალდ ტრამპს აი ამ ვიზიტისას. იცით როგორ არის, ჩვენ თუ გავიხსენებთ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის საღამოს, გახსოვთ ალბათ, რომ მაშინ იმ დარბაზში თლიანად ეს ელიტა, ოლიგარქიული ელიტა ამერიკის იყო შეკრებილი. ეს იყო აკოდა ვიღაცა. ანუ მეტას ხופי ასე. თუ მაშინ აი ეს დემონსტრაციული რეპრეზენტაცია ამ ადამიანების მსგავს პოლიტიკურ ღონისძიებაზე ნიშნავდა იმას, რომ ამერიკული შიდა პოლიტიკა განსაზღვრულია ამ დიდი კაპიტალის მიხედვით. დღეს აი ეს ვიზიტისას, აი ეს დემონსტრაცია, როდესაც აბსოლუტურად დაჩრდილული იყო სახელმწიფო მოღვაწეები, აი მაგალითად პიტ ჰექსეტი კაცშუს არ გახსენებია და არც მარკო რუბიო. მარკო რუბიოს ცალკე რაღაც კომიკური შემთხვევა რა, ის არის სანქცირებული ადამიანი ჩინეთის მიერ 2020 წელს ის არის სანქციების ქვეშ გამომდინარე იქიდან, რომ მარკო რუბიო ბრაზდებდა ჩინეთს უიღურთა გენოციდში და მას საზღვარზე ჩინურად სხვაგვარი დაუწერეს, რომ შეეშვათ ჩინეთში. ბევრი ამბობს, რომ მარკო ლუ ჩამოწერეს, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი. ანუ მსხვილია თქვა ოლიგარხატმა დაჩრდილა აი ამ ვიზიტისას სახელმწიფო ასე თქვა აპარატი და ეს იყო იმის გაფორმება, რომ შეერთებული შტატების საგარეო ასე თქვა პოლიტიკაც განსაზღვრულია ამ დიდი კაპიტალის ინტერესებიდან და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა წარმოებს მათი ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ესე ზოგადად მაინც შევაფასოთ რაღაცა შეიძლება თქვათ ესე, რომ კაპიტალმა თლიანად ჩაყლაპა სახელმწიფო, ამერიკული სახელმწიფო და ხშირად ამბობენ კიდევაც, რომ აი იმიტომაც არ შეუძლია შეერთებულ შტატებს აწარმოოს კლასიკური ტიპის ტრადიციული დიპლომატია. იმიტომ რომ
კაპიტალმა ჩაანაცვლა სახელმწიფო ტრადიციული გაგებით. ანუ სახელმწიფოს რაღაც ტრადიციული ინტერესები, ტრადიციული უსაფრთხოების საკითხები აღარ აინტერესებს. სახელმწიფოს აინტერესებს ის, რაც აინტერესებს კაპიტალს. ეს იყო ამის რაღაც თვალსაჩინო დემონსტრაცია და ზოგადად იმის დემონსტრაცია რა ეპოქაში ვცხოვრობთ, რომ ეს ხო, მაგრამ ამასთან ერთად ერთი პოლიტიკურადაც საინტერესო იყო ეს ამბავი, იმიტომ რომ შემადგენლობა არ იყო ისეთი, რომ თქვა ტრამპისტი ბიზნესმენები იყვნენ თითქოს ამ სიაში. არა, ანუ ისეთებიც იყვნენ, რომლებიც მკვეთრად და მკაფიოდ უჭერენ ხარს და ითვლებიან დემოკრატების დამფინანსებლებად. ხო, როდესაც საქმე მიდის მსგავსი ტიპის მსხვილ კაპიტალთან, მანდ უკვე პოლიტიკური რაღაც შეიძლება ასე ვთქვათ, ზედაპირული დაპირისპირებები რაღაც მეორე პლანზე გადადის. თვითონ საინტერესოა ვინ გაყვა აი ეს ოლიგარქატიდან ვიყო წარმოდგენილი და რატომ იყო წარმოდგენილი. ამას შეიძლება ისიც დავამატოთ, რომ აი ამ ადამიანების რეპრეზენტაცია წარმოადგენდა ასევე იმას, რომ სავაჭრო ეკონომიკური სატარიფო ომი ასე ვთქვათ, წაგებული აქვს შეერთებულ შტატებში. თუ მას ექნებოდა, ასე ვთქვათ, მაშინ რაზე გაყვნენ ეს ადამიანები, თუ მას მოგებული აქვს ეს ომი. ხო, იმიტომ წავდნენ, რომ რაღაცა ჩინეთი დაიწყო. ნახე ინფორმაცია, მიეცა ჩინეთს შესაძლებლობა ვიზიტის ფარგლებში, რომ NVIDIA-ს ჩიპები შეისყიდოს. NVIDIA-ს უახლესი ჩიპები შეისყიდოს, რომელიც ჯენსენ ჰუანი, რომელიც არის ამ NVIDIA-ს CEO, ასე ვთქვათ, რომელსაც რამდენიმე ტრილიონიანი წლიური ბრუნვა ქონდა დოლარის ღირებულების ამ ორგანიზაციას, მას 2000 თუ აღარ მახსოვს რომელი წელს მოხდა სანქციები 2018 წელს მე მგონი პირველი პრეზიდენტობისას, როდესაც შეერთებულმა შტატებმა აუგზავნა ჩინეთს აი ამ ჩიპების NVIDIA-ს ჩიპების შეძენა და მისი გამოყენება ხელოვნური ინტელექტის წარმოებაში. მაშინ NVIDIA-ს ეკავა ჩინური ბაზრის 95%. დღეს ნულოვანი პროცენტი, ანუ მთლიანად გასულია ბაზრიდან და დღეს ასე ვთქვათ სურს NVIDIA-ს დაბრუნდეს ჩინურ ბაზარზე გამომდინარე იქიდან, რომ ანუ ეს კაპიტალ ბრუნვა შეუმცირდა წლიური და ეს იყო ესეთი მთავარი, ნუ შეიძლება წამყვანი ბიზნესმენი, რომელიც ამ კუთხით აქტიურობდა, მაგრამ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ჩინეთმა დაიწყო საკუთარი აი ამ AI-ისთვის საწარმოებელი ჩიპების წარმოება და დღეს ახლა რთულია იგივე ასე ვთქვათ საბაზრო მოცულობით დაბრუნდეს NVIDIA ჩინეთის ბაზარზე და მეორე ისიც უნდა თქვა დავამატოთ, რომ როდესაც მსგავსი ტიპის დაპირისპირება ხდება აი ამ პროდუქტის შესახებ, ესეთი პროდუქტი ხდება ხოლმე რაღაც სტრატეგიული პროდუქტი ქვეყნისთვის და მას ქვეყნები ყოველთვის ცდილობენ, რომ საკუთარი საწარმოო შესაძლებლობები შეინარჩუნონ. იგივე მაგალითად აი რუსეთის მაგალითიც რო ავიღოთ, ხო, ომის დასაწყისში რო გავიდა ბევრი კომპანია და ეხლა ბევრს დაბრუნება უნდა, ბევრს იმავე რაღაც მოცულობები დააბრუნებენ, იმიტომ რომ ნუ ასე ვთქვათ, სურს ყველა ქვეყანას, რომ აი ეს მომავალში ნებისმიერ რისკი გამორიცხოს. ერთია რომ სურს და მეორეა რომ რეალურად მოხდა ჩანაცვლება, ასე ვთქვათ, ხო, ანუ ის სივრცე, რომელიც გათავისუფლდა რაღაც პროცესში ამ სანქციების და წესების დროს, ის შეივსო ადგილობრივი წარმოების პროცესით, იგივე ჩინეთშიც და იგივე რუსეთშიც ამ შემთხვევაში, ხო, ხა ჩინეთში უფრო მეტად ვიდრე რუსეთში ცხადია და მაგრამ აქ NVIDIA-სთან დაკავშირებით იყო, რომ მათი ჩიპები ჯერ კიდევ წინ არიან ჩინურ ჩიპებთან შედარებით და შესაბამისად საჭიროება ჩინურ, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიურ წარმოებაში, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის ნაწილში, ანუ არსებობს ამის აუცილებლობა, ასე ვთქვათ, ამ ჩიპების გამოყენების აუცილებლობა. ხო, ეს უნდა მეთქვა, რომ ანუ ჩინეთში უკვე თუ მანამდე არ იყო ესეთი ხარისხიანი ცოდნა აი ამ ჩიპების წარმოების შესახებ, რაღაცა რამდენიმე რაღაცა ეს ნანოტექნოლოგიები არ ქონდათ განვითარებული, ეხლა ეს ცოდნა თან იქმნება და პროცესი დაძრულია და რაღაცა დროის პერსპექტივაში შეიძლება არა თუ გაუთანაბრდეს ამ NVIDIA-ს ხარისხს, არამედ გადაასწროს კიდევაც. ამიტომ იგივე რაღაცა ირანის მაგალითში თუ მას სურს შეინარჩუნოს ეს ბირთვული ურანის გამდიდრების ცოდნა, რაღაცა ეს პოტენციალი, რომელიც რაღაც პროგრესის მაჩვენებელი, იგივე მოცემულობა შეიძლება აღმოჩნდეს ჩინეთი, რომ მას რატო უნდა თქვას უარი, თუ შეუძლია მას რომ ეს გააკეთოს, ხო? ამიტომ რთული იქნება ესეთი რაღაცა შემრიგებული. ხო, საბოლოო ჯამში ერთი რამე აჩვენა, რადგან სანქციები შევეხეთ, ეს საინტერესო და მნიშვნელოვანი კომპონენტია. ერთი რამე აჩვენა, რომ თუ სანქციები შეიძლება გარკვეული თვალსაზრისით იყო ეფექტური პოსტსაბჭოთა პერიოდში, როდესაც მაინც არსებობდა ესეთ უნიპოლარული სამყარო, სადაც ერთი მხარე და ერთი ძალა აკონტროლებდა ყველა სისტემას და ყველაფერს, ესე ვთქვათ, ყველანაირ მიმოქცევას, ფულისაც და ასე ტექნოლოგიებისა და ასე შემდეგ.
სულ უფრო მეტად ჩანს, რომ ამ ნაწილშიც ჩანს, რომ მულტიპოლარულისკენ მეტი სამყარო, იმიტომ რომ უკვე სანქციების საწინააღმდეგო ეფექტი იძლევა ხოლმე ხშირ შემთხვევაში, რომ იგივე ჩინეთის ამბავი, როდესაც აი ამ თქვათ, მას მოუწია უკვე საკუთარი ტექნოლოგიების განვითარება და ნაწილად მიაღწია კიდევაც რაღაც მნიშვნელოვან შედეგს, იგივე ავიღოთ ირანი თუნდაც, რომელსაც კი უამრავი სანქცია აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში ვნახეთ რა პოტენციალი აქვს სამხედრო წინააღმდეგობა გაუწიოს ასე ვთქვათ ისრაელისა და ამერიკის შეიარაღებულ ძალებს, ხო? და იგივე რუსეთი თუნდაც, ხო, რომელსაც სანქციების მიუხედავად ყველა წინასწარ მეტყველებდა, რომ სერიოზული რეცესია იქნებოდა და ომის პირველივე წელს აჩვენეს ეკონომიკური ზრდა, ხო? მცირე, მაგრამ აინც. ხო, ეს დამოკიდებულია ზოგადად ქვეყნის ზომაზე და რესურსზე, რამდენად შეუძლია ხამ სანქციების შეწინააღმდეგება. ძირითადად სანქციები მუშაობს პატარა სახელმწიფოებზე. და როგორც ჩანს, მათ შორის იმაზე, რამდენად აწყობთ ამ სანქციების ეფექტის, ასე ეფექტურობა, ასე ვთქვათ, ძველი უნიპოლარული ცენტრის ოპონენტებს, ასე ვთქვათ, ხო? ანუ მზად არიან თუ არა, მაგალითად, ამ შემთხვევაში ჩინეთი და რუსეთი სანქცირებულ ირანს დაეხმარონ. ან ჩინეთი სანქცირებულ რუსეთს დაეხმაროს და ასე შემდეგ. ანუ ეს დაპირისპირება, გლობალური დაპირისპირება განაპირობებს იმას, რომ სანქციების მიუხედავად ამ გლობალურ დაპირისპირებაში საინტერესო ხდება სანქცირებულის დახმარება. ხო, ეს საკითხი დღის წესრიგში იდგა აი ომების დაწყებამდე, ომები გულისხმობ უკრაინის და ირანის ომის დაწყებამდე, როდესაც მაგალითად ჩინეთი ერიდებოდა უშუალოდ ირანთან რაღაც ღია ვაჭრობას, იგივე რუსეთი ერიდებოდა, მაგრამ რადგან ამ ომება გამოიწვია ამ სანქციების მოცულობების რაღაცა გეომეტრიული ზრდა, უკვე ან მათ დასაკარგი აღარაფერი აქვს, ხო? იგივე მაგალითად არა თუ ირანის მიმართებაში, არამედ კუბასთან მიმართებაში, კორეასთან მიმართებაში. თუ გახსოვთ, კორეასთან დაკავშირებით რუსეთიც კი ბლოკავდა გარკვეულ რაღაც საკითხებს. ირანზეც ეგრე იყო. ირანზეც ბლოკავდა, მაგრამ დღეს ეს რაღაც ლიმიტი გადაილახა და დღეს ჩაულებრივად ვაჭრობენ. სხვათა შორის ვიდეოში ეხლა მაგალითად ეხლა ჩრდილო კორეა ვახსენე, რომ პირველად ფხენიანში გაჩნდა საცობები. ანუ ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა. ესეც იმაზე მიანიშნებს, რომ ეს სავაჭრო ეკონომიკური რაღაცა ურთიერთობები გახშირდა. ავარაუდოთ რუსეთის მიმართულებით, ისიც უნდა დავამატოთ, რომ ჩინეთის ანუ პირველად გახსნეს საავტომობილო ხიდი საზღვარზე ჩრდილო კორეასა და რუსეთს შორის. ანუ ესეც იმაზე მიანიშნებს, რომ ეკონომიკური აქტივობა გაიზარდა. ხო, მათ შორის რა ჩინეთისთვისაც ეგ სივრცე ალბათ საინტერესოა საკუთარი ავტოწარმოების განვითარების ნაწილში, ხო? იმიტომ რომ აი გადავიდეთ ახლა ავტო, წარმოდგენილი იყო ტესლას ილონ მასკი, რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი მედროშე შეერთებულ შტატებსა და ჩინეთის შორის სატარიფო სასანქციო დაპირისპირების ეს ერთ-ერთი პირველი ბიზნესმენი იყო, რომელმაც სახელმწიფოს მოთხოვა, რომ გარკვეულწილად პროტექციონისტული ეკონომიკური პოლიტიკა ეწარმოებინა და დაეცვა ეს ტესლას წარმოება, რომ შემდგომ BYD-ს არ წაელეკა ამერიკული ბაზარი. თუმცა დღეს ტესლას გარკვეულწილად აღმოჩნდა იმ კრიტიკულ სიტუაციაში, რომელსაც ეწოდება ეს იშვიათი მინერალების იმპორტი, რომელიც აუცილებლად ჭირდება ამ ელექტრომობილების წარმოებას და აი ამ ელემენტების, იმ იშვიათი ელემენტების მთავარი დომინანტი წარმოებელი სახელმწიფო ამ შემთხვევაში არის ჩინეთი. შეიძლება ეს იყო მთავარი, ასე ვთქვათ, მოტივი. კიდე იყო წარმოდგენილი ბოინგის CEO. აქ არის საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ ჩინეთს ამ მომენტშიც ბოლომდე არ შეუძლია, რომ დამოუკიდებლად ააწყოს სამოქალაქო თვითმფრინავი. მას ჭირდება გარკვეულწილად ძრავის ელემენტები, რომელსაც უმეტესწილად აქამდე ყიდულობდა ბოინგისგან, თუმცა აი ამ სანქციებიდან გამომდინარე, რომელიც ასევე დონალდ ტრამპის პირველ პრეზიდენტობისას იქნა დადებული ამ მიმართულებით, ჩინეთმა შეიძინა Airbus-ის, ფრანგული Airbus-ის ძრავის ნაწილები და დღეს ჩინური შიდა წარმოება, თვითმფრინავების შიდა წარმოების დაახლოებით 55-60% არის დაფუძნებული ამ Airbus-ის ნაწილებზე, თუმცა მე ტრამპმა თქვა კიდევაც, რომ აი რაღაც შევთანხმდით, რომ ბოინგს მიცემს შეკვეთას ჩინეთი სამომავლოდ, ანუ შეიძენს ბოინგის თვითმფრინავებს, მაგრამ ეს არ დაუდასტურებია რას. შეიძლება იგივე აი ბოინგის რაღაც ძრავის ნაწილები შეიძინოს და არა კონკრეტულად თვითმფრინავები.
კიდევ იყო ასე ვთქვათ BlackRock-ის, Blackstone-ის წარმომადგენლები, მათ სურდათ ჩინური საფონდო ბირჟების გახსნა ამერიკული კაპიტალისთვის, რომ ამერიკულმა კაპიტალმა გარკვეულწილად იფუნქციონიროს ჩინურ ბირჟებზე. კიდევ გავიხსენო, ვინ იყო ახლა წარმოდგენილი. ხო, ეს Apple, ხო, Tim Cook იყო წარმოდგენილი. ნუ მოკლედ ეს შეხვედრა წარმოადგენდა აი ისეთი ზოგადი შეფასება რომ მივცეთ იმას რომ ეგრეთ წოდებული დეკაპლინგის ანუ გაყოფის ეკონომიკური გაყოფის პოლიტიკა რომელიც თავის დროზე დაანონსა დონალდ ტრამპმა რომ შეერთებული შტატები ყოფილიყო რაღაცა დამოუკიდებელი თვითყოფადი ეკონომიკა ჩინეთისგან ეს პოლიტიკა რეალურად ესეც ჩავარდა გაგებით რომ პრაქტიკა მაჩვენა რომ ეს შეუძლებელია გამომდინარე იქიდან რომ პირველი ეს რომ თვითონ ამერიკულ კომპანიებს უძვირდებათ პროდუქტი ამითი და მეორე შემოსავლები უმცირდებათ იმიტომ რომ მათ დაკარგეს ამ მილიარდ ნახევრიანი ბაზარი და ეს არის ამის აღიარება რომ ეს დეკაპლინგის პოლიტიკა არ იმუშავა და ჯობია ასე ვთქვათ დაბრუნდეს ის სტატუს quo რაც არსებობდა 2018 მოდი ასე ვთქვათ 18-17 წლამდე როდესაც ეს პოლიტიკა დაიწყო ასევე შეიძლება ისიც ვთქვათ რომ გარკვეულწილად ამ იმით კაპიტალმა გადალახა სახელმწიფოს ლიმიტები, ანუ სახელმწიფოს შეზღუდვები და კაპიტალი არის გლობალური დღეს მსოფლიოში, მას სურს რომ ეს სახელმწიფოს საზღვრები იმგაგებით რომ ეს საზღვარი აწესებს სახელმწიფო პოლიტიკები და ინტერესები. ხო, სახელმწიფო პოლიტიკები იგივე, აი ტარიფები, სანქციები, ბაჟი, ესენი ყველაფერი გადაილახოს, ანუ და მას სურს რაღაცა ისევ დაბრუნდეს რაღაც თავისუფალი ვაჭრობის პრინციპში. ხო, ისეთ შემადგენლობა ბით არის ჩასული მართლა ტრამპი, რომ ესეთი ნახევრად ირონიული კითხვა ჩდება ამ შემთხვევაში, ის ამერიკას წარმოადგენს თუ ამერიკულ სამშენებლო ბიზნესს. ხო, აი ამითი დავიწყეს საუბარი. თუმცა იყო იქ ახსენები მაინც, მოდი ესე ვთქვათ, ბრალებში ამერიკელი ხალხის ინტერესებიც, გულისხმობ იმას. ხო, ნუ განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის საკითხის ხსენებით, როდესაც ეს სოიოს ემბარგო დაადო მოდი ფენტანილის თემაც თუმცა ესეც მარტივად ჩაანაცვლა შემდგომ ჩინეთმა ბრაზილიული სოიოს შეძენა დაიწყო იცით როგორ არის რაღაცა ამერიკულ პერსპექტივიდან ჩანს ესე რომ თუ რაღაც პროდუქტზე დავადებთ ემბარგოს რაღაც ჩინეთს გაუჭირდება ვეღარ იშოვის რაღაცა დეფიციტი შეექმნება კრიტიკული მოცემულობა შეექმნება თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს იმპორტი ჩინეთის მხრიდან არის არა იმისთვის რომ მაგალითად მანდა მაინც უნდა შეიძინოს რომელი ქვეყნისგან უბრალოდ ეს იმპორტი მას ჭირდება გარკვეულ ქვეყნებთან სავაჭრო სალდოს ბალანსისთვის ჩინეთს მაგალითად შეუძლია საერთოდ არ სულ ან იგივე ვენესუელას кейსიც რა ვიყოთ ახლა ვენესუელას ნავთობის გარეშედაც თავისუფლად შეეძლო ახლა ჩინეთს მაგრამ ეს ყიდულობდა იმიტომ რომ გარკვეულწილად ეს იყო კეთილინების ჟესტი ვენესუელას მიმართ პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა ვენესუელასთან ურთიერთობისას წინააღმდეგ შემთხვევაში ჩინეთს ექნება ისეთი სავაჭრო ბალანსები ყველა ქვეყანასთან რომ ბოლოს არავის მოუნდება მასთან ვაჭრობა და გარკვეულწილად რაღაცა სტიმულსაც აძლევს მოვაჭრე ქვეყანას რომ მას კონდეს ვაჭრობა ჩინეთთან. ამის გარდა ამ პოლიტიკის შედეგად ჩინეთმა მოახერხა და ბოლოს რამდენი იყო არ ვიცი, მაგრამ 80%-ზე მეტი არის რომ ის მსოფლიოში აი ამ ძვირფასი მეტალების ასე ვთქვათ ნედლეულს ფლობს, ხო, პრინციპში, ანუ მსოფლიოში არსებული ძვირფასი მეტალების საბადოებს ჩინელები აკონტროლებენ თითქმის სრულად, ხო? კი, რაღაც ნივთიერებებზე თითქმის 100%-იანი დომინაცია აქვს. ხო, აი საკითხიც ვახსენოთ, ნუ თავარი საკითხი იყო ეს, აი ამ იშვიათი მინერალების ემბარგოს მოხსნა. ეს არის გალიუმი, გერანიუმი და ბუნებრივი გრაფიტი, რომელიც საჭიროა აი თანამედროვე ტექნოლოგიების საწარმოებლად და რომელზედაც როგორც ახსენე, პრაქტიკულად ტოტალური დომინაცია აქვს გლობალურ ბაზრებზე. ჩინეთს და ნუ ამით სურდა, ნუ შეერთებულ შტატებს ნუ ტრამპს სურდა რომ ეს ემბარგო მოიხსნა და ამაზე იყო გათვლილი ზოგადად ეს ირანის ომი რომ რაღაც თუ ნავთობზე ჩვენ შეერთებულ შტატები მოახდენდა კონტროლს ჩინური საიმპორტო ნავთობის კონტროლს მაშინ შეძლებდა ამ ემბარგოზე მოხსნაზე რაღაცა გარკვეულწილად პოლიტიკური წნეხი ხო გამოევაჭრა თუმცა როგორც ჩანს
ეს არ შედგა იმ თვალსაზრისით, რომ თუ დააკვირდებით შეხვედრის დროითი რაღაცა ზომები საკმაოდ მცირეხნიანი შეხვედრები იყო, საათნახევრიანი, 2 საათიანი, როდესაც ვამბობთ ამ დროს, ეს ანიშნავს, რომ აბსოლუტურად ეს დროა გამოყენებული, ნახევარზე მეტი მიდის თარგმნაში. ანუ დაახლოებით იმის ნახევარია შეხვედრა, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაცა პროცესი, რაღაც ყოვლისმომცველი შეთანხმებისკენ, ყოვლისმომცველი რაღაცა სტრატეგიული დაახლოებისკენ არ მიმდინარეობდა. ნუ შეიძლება რაღაც საკითხები დგებოდა, იქ რაღაცეებზე მალევე ან უარი იყო, ან მალევე დასტური. ცხადია, მანდ არის ასეთი სირთულეც, მაგალითად ჩინეთისთვის რა, რომ პირობითად ახლა ჩინეთისთვის არსებობს გრძელვადიანი ამოცანები და მიზნები. ნუ აი გრძელვადაში ასე უნდა უყურებდეთ პროცესს და თუ ჩვენ ვინმესთან შევთანხმდებით, ეს შეთანხმება უნდა იყოს რაღაცა ესეთი წონადი და რაღაცა მეტნაკლებად თვალხილულ მომავალზე მაინც გათვლილი და ამ მოცემულობაში ახლა შექმნილი რეალობა ამერიკაში ისეთია, რომ შეუძლებელია ტრამპის ადმინისტრაციას ესაუბრო გრძელვადიან პერსპექტივებზე, ხო, იმიტომ რომ ჯერ არ ვიცით ნოემბერში რა იქნება შუალედურ არჩევნებზე, რამდენად შეძლებს საბოლოო ჯამში ტრამპი იმ პოლიტიკების გატარებას, რომელზეც თუნდაც შეიძლება სი ძინპინთან შეთანხმდეს, ხო, ახლა და ვთქვათ კონგრესში რომ შეიძლება მე სურათი მე როგორ მოხდება ამ საკითხების რეალიზება, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ვიცით რომ როგორც რესპუბლიკურ პარტიაში, ისე განსაკუთრებით დემოკრატიულ პარტიაში ჩინეთთან ურთიერთობებს საკმაოდ კრიტიკულად უყურებენ, ხო, ესე მარტივად არ არის. თავად ტრამპი და თუნდაც მისი გარემოცვაც არ უყურებს ახლა ეს ძალსახად პოზიტიურად ამ საკითხს, ხო? აი ამ საკითხს რო შევეხოთ, თუ დავაკვირდებით, ამ შეხვედრაზე ნაკლებად იყო პრიორიტეტული გეოპოლიტიკური საკითხი. ძირითადად ერთმანეთში ხო, ნუ აი მივალა კამდეც. შეიძლება უკრაინაც ახსენოს, თუმცა არ ყოფილა ნიუსებში არ ყოფილა აი ამ გეოპოლიტიკური საკითხების გადასაწრებლად მომხდარი, ესე თქვათ, შეხვედრა. ძირითადად ეს იყო ერთმანეთში სავაჭრო ეკონომიკური ფორმატების ჩამოსაყალიბე. ხო, ამაზე ხო. იგივე აი მინერალებს რო დავაკვირდეთ, ამაზე ემბარგოს მოხსნა ჩინეთის ინტერესებში ამ შემთხვევაში არ შედის, იმიტომ რომ ეს მინერალები გამოიყენება სამხედრო სამრეწველო კომპლექსისთვის, რომელიც შემდგომ ყიდის ამ შეერაღებას იმ ქვეყნებზე, რომელიც შემდგომ ჩინეთის შეკავებას ემსახურებიან. იქნება კორეა, იაპონია, ფილიპინები, ტაივანი, ასე შემდეგ. და ამ მოცემულობაში, როდესაც ყველა აი ამ აღმოსავლურ ფრონტზე გარკვეულწილად მილიტარისტული ნარატივები იზრდება, ანუ აი ჩინეთის შეკავების, აი ამ მერად ჩამოთვლილ ქვეყნებში, ამის ფონზე მსგავსი ტიპის გადაწყვეტილების მიღება პრაქტიკულად, ასე ვთქვათ, წარმოუდგენელი იყო ამ შემთხვევაში. ხო, აი რაც შეეხება გეოპოლიტიკურ საკითხებს, ნუ ახსენეს ეს ირანი კონკრეტულად ირანის არ უხსენებიათ, ახსენეს ის, რომ ჰორმუზის სრუტის მმართველობის რაღაცა ფორმატი უნდა იყოს ისეთი, როგორც იყო ომამდე. და ის ბირთვული იარაღი არ უნდა ქონდეს. ხო, ამ საკითხებზე ჩინეთი ისედაც ამას ამბობდა ყოველთვის და არა მარტო ჩინეთი, რომ რაღაცა ბირთვული ირანი არ არის მისაღები პერსპექტივა არც ჩინეთისთვის და ნუ პლუს ახლა მისთვისაც მისაღები იყო ეს ჰორმუზის სრუტის ღიაობა, თუმცა ესეც მოდი ვთქვათ უფრო დიპლომატიური განცხადება იყო, ვიდრე რაღაც რეალური სიგნალი ირანისთვის. ჩინეთი ისედაც იღებს ნავთობს ამ ჰორმუზის სრუტისგან და ისიც ვახსენოთ, რომ ამ სამიტის განმავლობაში, 2-3 დღის განმავლობაში 30 გემი გავიდა ჰორმუზის სრუტიდან ირანული, რომელიც მიემართებოდა ჩინეთის მიმართულებით. ალბათ ესეც გარკვეულწილად შეერთებულმა შტატებმა არ მოახდინა რაღაცა ბლოკირება, რომ რაღაცა ცუდი სიგნალი არ ყოფილიყო ჩინეთისთვის. ნუ ამ თავის მხრივ ეს ჩინეთს საერთოდ ბევრმა აღნიშნა ის, რომ ჩინეთის ლიდერი ამ შეხვედრაზე იდგა უფრო ასე ვთქვათ ძალის პოზიციიდან, ანუ მის სიმყარე ესე ვთქვათ მას ბევრად უფრო მეტი ქონდა ვიდრე ტრამპს. ანუ გასაგებია მათ შორის ირანის და ამ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტიდან გამომდინარე, რომლის დასრულებაც მას სურდა ამ ვიზიტამდე, მაგრამ ნუ არ დასრულდა ესე ვთქვათ, ხო? კი, ამას მაგრამ ანუ მათ შორის აი ეს ფაქტი რაც ახლა შენ ახსენე, აი გემების გასვლა, კიდევ ერთხელ ცხადყოფდა ჩინეთის ძლიერ პოზიციას ამ თემასთან დაკავშირებით, რომ მას არ ექმნება პრობლემა მიიღოს
იმიტომ რომ ტრამპი საუბრობდა მათ შორის იმაზე, სანამ ჩავიდოდა როგორც მახსოვს ჩინეთში, რომ აი ჩინეთი ეძებს ალტერნატიულ რესურსებს ნავთობთან დაკავშირებით, ან ენერგორესურსებთან დაკავშირებით და ჩინეთმა უკვე ამოწურა ის რესურსები, რომლებიც კონფლიქტამდე იყო გადატანილი, თქვათ, ჩინეთში, ამ ყურიდან, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან და რადგან ეს რესურსები უკვე თავდება, მისთვის საჭიროა უკვე ალტერნატივები. სხვა შორის იმასაც ამბობდნენ, რომ ანუ ტრამპმა იმიტომ ვეღარ გადადო, კიდე ერთი მიზეზი, რატო ვერ გადადო ტრამპმა ვიზიტი ჩინეთში, იყო სწორედ ის, რომ სანამ ჩინეთი იპოვის ახალ გზებს ენერგორესურსების მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, მანამდე უნდა შესთავაზოს ტრამპმა საკუთარი რესურსები, ესე ვთქვათ, ამერიკული ენერგორესურსები. ეს პერსპექტივა ძალიან რთულად წარმოსადგენია, რომ განხორციელებული ხა ჩინეთს შეეძინა ამერიკული ნავთობი ან თხევადი გაზი. ჩინეთს ჰქონდა დაახლოებით 7 თვის ნავთობის მარაგი, ყველა კონფლიქტი დაიწყო. კონფლიქტის დაწყებამდე. ეს დაახლოებით ეს არის 1.5 მილიარდი თუ მეტი არა ბარელი ნავთობი, რომელიც არის არნახული რაოდენობის რეზერვი. დაახლოებით რაღაც შემდგომი 20-30 ქვეყნის რეზერვი დააჯამო, დაახლოებით ანუ ვერ გაუტოლდება ამას. აი დღევანდელი ეს რეტროსპექტიული გადმოსახედიდან შეიძლება ვთქვათ, რომ შეერთებულმა შტატებმა გაიაზრა, რომ აი ეს ომი რის გამოც დაიწყო ირანთან, რომ აი შემდგომ ეს ჩინეთზე გასულიყო პოლიტიკური წნეხისთვის, შეიძლება რომ ეს გაცვლა უკვე არ მუშაობს. ამან შეიძლება გვაფიქრებინოს ის, რომ ირანთან კონფლიქტის დაგვიანებულია, დაგვიანებული და აღარც მუშაობს იქ ირანმა ის ხაზები, რომელსაც შენ ვეღარ იმუშავე. ხო, ჩანაცვლების რესურსიც აქვს, მოდი ესე ვთქვათ, ჩინეთს და ისიც უნდა ვთქვათ, რომ აი ამ ჰორმუზის ბლოკადით უფრო კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ შეერთებული შტატების მოკავშირეები, იგივე ახლა აი ამ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ძალიან ასე ვთქვათ დეფიციტია ფილიპინებში ნავთობის, დეფიციტია მალაიზიაში, დეფიციტია ვიეტნამში, იაპონიას და კორეას აღარ ვახსენებ და რაც უფრო დრო გავა, უფრო ასე ვთქვათ ისინი უფრო კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან, გამომდინარე იქიდან რომ ჩანაცვლების რესურსი მათ უფრო ნაკლები აქვს ვიდრე ჩინეთს, ხო, კრიტიკულ რეალობაში აღმოჩნდნენ თავად ახლო აღმოსავლელი პარტნიორები. ხო, ეს კიდე ხო ცალკე საკითხი. აი ეს მოცემულობა გვაფიქრებინებს იმას, რომ შეიძლება ირანთან კონფლიქტი აღარ განახლდეს და რაღაცა განაცხადა, რომ განახლდება. კი, არის, განცხადება ტრამპი ესე დღეში სამართლებას აკეთებს. ხო, ამის მიხედვით რთულია. მაგრამ რა თქმა უნდა, აი აქ უკვე რაღაცა შიდა რეგიონული პოლიტიკური ნაწილი შემოდის, რომელიც არის რაღაცა ისრაელის რეგიონული ინტერესები და ამიტომ შეიძლება განახლდეს, ხო, არ ვიცი. მაგრამ ვივარაუდოთ, რომ არ განახლდება. იცი რა არის, ერთი მომენტია კიდე ცხადია, ერთი თემა, რომელიც ამერიკასა და ჩინეთს შორის არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე, რაღაცა გარკვეული პროცესიდან გამომდინარე, ესე ტაივანის თემა. ხო, ეს ხო. მივხვდი მაშინ რომ ტაივანის საკითხის ამასავა გინდოდა. ანუ თემა ის არის, რომ მე ვერ ვნახე, შეიძლება ესე რა ქვია, შეიძლება მე არ შემხვდა ეს ინფორმაციები. ვერ ვნახე ტაივანზე რა თქვეს თუ არა საერთოდ. არა, კი. და მეორე იყო, სამაგერად ვნახე ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც ის მადლობას უხდის ამერიკის შეერთებულ შტატებს გაწეული მხარდაჭერისთვის და მუდმივი პარტნიორობისთვის და მისი პოზიციისთვის, ასე ვთქვათ. ანუ ეს შეიძლება ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება სწორედაც რომ დაზღვევის განცხადება იყოს, თავის დაზღვევის განცხადება, რომ ემანდ ჩვენზე იქნება არაფერი გადაწყვიტოთ უჩვენოთ. განცხადებები იყო, მაგრამ ძირითადად პოზიციონირება ხდებოდა ჩინეთის მხრიდან და ამ საკითხის ასე ვთქვათ ძალადობრივად დაყენება დღის წესრიგში, რომ ასე ვთქვათ შეერთებული შტატები არ უნდა იქნას ჩართული ჩინეთ-ტაივანის ურთიერთობებში, რომ ეს არის შიდა საკითხი, ტრადიციული მესიჯი, რასაც ჩინეთი აგზავნის და რომ მსგავსი ჩარევა შეიძლება დასრულდეს რაღაცა კატასტროფული შედეგებით და რომ ტაივანი არის ჩინეთის ტერიტორია. როგორც სი ძინპინმა დააფიქსირა ეს პოზიცია, ასევე ქვედა დონის სახელმწიფო პირები და ასევე თვითონ ჩინურ მედიაშიც ძირითადად ეს საკითხი იყო წამოწეული, ალბათ ხალხს ნაკლებად აინტერესებს. ხო, მე
NVIDIA-ს ჩიპებს იყიდეს. მე ვიგულისხმე რომ ანუ რამე ტიპის შეთანხმება და რაღაცაზე შეთანხმება ბუნებრივი არ იყო, მაგალითად იგივე აი ტრამპს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, რომ ტაივანზე თუ ისაუბრეთ, თუმცა მან პასუხი არ გასცა, პასუხზე არიდა თავი. დიდი ალბათობით ამ საკითხზე სასაუბროთ, როგორც ვახსენეთ, არც იყო წასული შეერთებული შტატები და როგორც ვახსენეთ, მხოლოდ ჩინეთი აკეთებდა პოზიციონირებას ამ საკითხზე, რომელზედაც მზა პასუხი არ ქონდა შეერთებულ შტატებს. გარკვეულწილად ეს პოლიტიკა მაგალითად ჯო ბაიდენმა დაასრულა ეს ბუნდოვანების პოლიტიკა ბჭყალებში ტაივანის მიმართ და მან განაცხადა ისეთი რაღაც რომ მაგალითად შეერთებული შტატები მზად იყო რომ სამხედრო გზით დახმარებოდა ტაივანს კონფლიქტში, რაც იყო ესეთი რადიკალური ცვლილება ამ ბუნდოვანების სტრატეგიის და აი ორი ჩინეთის რაღაცა პოლიტიკის რაღაც მემკვიდრეობის განახლების. თუმცა ეს რაღაცა ეს მკვეთრი პოზიცია რაც ჯო ბაიდენს ჰქონდა ისევ დაბრუნდა რაღაცა ბუნდოვანებაში. ანუ შეერთებულ შტატებს არ აქვს გამოკვეთილი პოლიტიკა ტაივანთან მიმართებაში, თუ რას გააკეთებს ის, თუ კონფლიქტი წარმოიქმნა ჩინეთსა და ტაივანს შორის. მეორეს მხრივ ერთი ისა რომ ამისი ესე ვთქვათ გაცხადებაც არ არის კარგი, იმიტომ რომ მას ჩინეთს ექნება რეაქცია და მეორეს ერთი არ გაცხადებაც გარკვეულწილად აი ამ სკეპსის და ნიჰილიზმს აჩენს თვითონ ტაივანის მოსახლეობაში. ეხლა ეს შეიძლება ახსენე ტაივანის საგარეო საქმე, ბჭყალების საგარეო საქმე და სამინისტროს განცხადება, ესეც არის გარკვეულწილად კვერის დაკვრა, იმიტომ რომ იქ ბჭყალებში ხელისუფლებაში არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მთელ ფსონს არის ჩამოსული შეერთებულ შტატებთან პარტნიორობაზე. მაგრამ ბოლო პერიოდში საკმაოდ ძლიერდება ესე ეგრეთ წოდებული ეს კომინტანის პარტია, ოპოზიციური პარტია, რომელმაც თავის დროზე მოახდინა სეცესია ტაივანის ჩინეთისგან და მას სურს გარკვეულწილად მშვიდობიანი თანაცხოვრება ჩინეთთან. ისინი არ ამბობენ, რომ ცოტა ხნის წინ იყო შეხვედრა სი ძინპინისა და პარტიის ლიდერის შორის. ხო, ეს საკმაოდ სიმბოლური ვიზიტი იყო მაშინ აი ამ ქალბატონის სახელი გვარს ვერ გავიხსენებთ ეხა, რომელიც ეწვია რაღაც მემორიალურ რაღაც ძეგლს, რომელიც პატივსცემს რაღაცა ჩინეთის გათავისუფლებისთვის დაღუპულების მემორიალს. ხო, ესეც იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი სიმბოლური ნაბიჯი. თუმცა ეხა ეს პოლიტიკური პარტიაც არ ამბობს, რომ მაგალითად აუცილებლად უნდა მოხდეს ინკორპორირება, უბრალოდ ის ამბობს, რომ აი შეერთებული შტატების მეშვეობით ჩვენ რაღაცა დამოუკიდებელი რაღაც გეოპოლიტიკური, საგარეო პოლიტიკების წარმოება არ უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ შემდგომ შეიძლება შეგვექმნას პრობლემები. თუმცა რაღაცა უკვე აი ირანის კონფლიქტმაც საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშნები გააჩინა ტაივანში. არა მარტო ტაივანში, არამედ აი ამ ზემოთ ნახსენებ ამერიკის მოკავშირე ქვეყნებში, იგივე სამხრეთ კორეაში, იგივე იაპონიაში. ფილიპინების სიტუაცია საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ის არის ყოფილი კოლონია შეერთებული შტატების და მისი პოლიტიკური ელიტა არის, როგორ გითხრათ ახლა, ძალიან ჩამოკიდებული შეერთებულ შტატებზე და მას წინააღმდეგობის რესურსი შეერთებულ შტატებთან არ შეუძლია. განსხვავებით იგივე სამხრეთ კორეისგან და თუნდაც იაპონიისგან ამ ქვეყნებში გაჩნდა კითხვები, რომ აი პოტენციურ დაპირისპირებაში ჩვენ ვართ თუ არა დაცულები და გვიღირს თუ არა ეს რაღაცა 100% ანუ რაღაც როგორც იტყვიან ხოლმე კვერცხების ჩალაგება მხოლოდ ერთ კალათში. ხო, ეს გარკვეულწილად ეს დისკუსია შეიძლება ითქვას, რომ გახსნილია. თუ მაგალითად გაიხსნა სპარსეთის ყურის მონარქიებში ეს დისკუსია, დაახლოებით იგი აი ეს საწყისებში იგივე სამხრეთ აღმოსავლეთ აზია, არა სამხრეთ ზოგადად აზიური სცენა. და აქ დაუბრუნდეთ ახლა სპარსეთის ყურის ქვეყნებს, გარკვეულწილად მზადდება ახალი უსაფრთხოების ფორმატი. სპარსეთის ყურის მონარქიების მხრიდან თურქეთი, პაკისტანი, საუდის არაბეთი, ყატარის კვარტეტით, რომ მოხდეს გარკვეულწილად აი უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება, გახსოვთ ალბათ, რომ პაკისტანსა და საუდის არაბეთს შორის გაფორმდა ესეთი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც საუდის არაბეთზე თავდასხმა მოიაზრებოდა პაკისტანზე თავდასხმა, თუ სწორად მახსოვს მოიაზრებოდა ბირთვული თავდასხმა, თუ საუდის არაბეთზე ბირთვული იარაღს გამოიყენებდნენ, მაშინ პაკისტანი გამოიყენებდა ბირთვული იარაღს იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც საუდის არაბეთის წინააღმდეგ გამოიყენებდა. ანუ მე შემდგომ ამ დუეტს ვინ შეიძლება გამოიყენოს საუდის არაბეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი? ამ დუეტს მე დაემატა თურქეთი.
ეხლა როგორც ჩანს დაემატა ყატარი, რაღაცა სუნიტური კვარტეტი შეიკრა და შემდგომ მე მგონი იყო Financial Times-ის სტატიაც, სადაც ასევე ეწერა, რომ თვითონ ირანმა და საუდის არაბეთმაც დაიწყეს საუბარი თავდაუსმელობის პაქტზე შეთანხმებისთვის. თუმცა კონკრეტულად რა შეიძლება მოიაზრებოდეს აი ამ შეთანხმებაში იქ არ ეწერა, ხო. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ რაღაცა უსაფრთხოების სისტემების გადააზრების პროცესში ვართ. გამომდინარე იქიდან, რომ აი ირანის კონფლიქტი იყო აი ეს სისტემური კონფლიქტი, რომლის შედეგები აუცილებლად აისახებოდა აი ამ მიმართულებებზე. ანუ გლობალური წესრიგის გადააზრების პროცესი აქტიურ ფაზაში შედის, ასე ვთქვათ. შეიძლება. ხო. მოკლედ, ესე იგი, ირანის თემა ვახსენეთ, რომ იყო აქ დამოწეული როგორც ბირთვული იარაღის არქონაზე შეთანხმების ნაწილში და ეს შეთანხმება მანამდეც არსებობდა, როგორც ჩვენ თქვი, იმიტომ რომ მაგალითად ბირთვული ხუთეული, ასე რომ ვთქვათ, არ არსებობს არც ერთი მინიშნებაც კი არასდროს ამ ბირთვული ხუთეულის ქვეყნებისგან, რომ ისინი უშვებენ ან დაეთანხმებიან რომელიმე სხვა ქვეყნის მიერ ბირთვული იარაღის, ასე ვთქვათ, ფლობას ამ ბირთვული სამხედრო პროგრამის არსებობას და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული ხუთეულის მიღმა კიდე აქვს სხვა ქვეყნებს ეს. ეს იარაღი, კი ბატონო. ამის მიუხედავად, ხო? მაგრამ ნავთობის თემაზეც იყო საუბარი, რომ აი ჰორმუზის სრუტე უნდა გაიხსნას, რაღაც ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ საბოლოო ჯამში ეხლა რამე ისეთი კონკრეტული ხელშესახები, რომ კიდე თუ არა რამეზე კონკრეტულად შეთანხმებული ყვნენ, როგორც ახსენე, ესე იგი გეოპოლიტიკურ ნაწილში ბევრი არაფერზეც არ შეთანხმებულა, რა, ასე რომ ვთქვათ, ხო? მთავარი იყო ეს კორპორაციების იქ ჩასვლა და გარკვეული ეკონომიკური კავშირების გახსნა იმ ფონზე, რაც თქვათ ტრამპის მეორე ვადას ახასიათებს, რომ რაღაცა ეს ტარიფები ასე შემდეგ და სატარიფო ბომბები და თუ ეს ამას განმუხტავს, შესაძლოა გლობალური ეკონომიკისთვის ეს რაღაცა მეტნაკლებად ყოველ შემთხვევაში კრიზისის არიდების თავიდან აცილების შესაძლებლობას აჩენდეს. ისიც უნდა ვთქვათ, რომ შეერთებული შტატების ინტერესი იყო ჩინური ინვესტიციები წაეღო ამერიკულ ხელოვნური ინტელექტის ჩიპებში და ან სხვა მიმართულებებით. გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკური ზრდას, რასაც დღეს აფიქსირებს შეერთებული შტატები, ძირითადად განპირობებულია აი ამ კომპანიების კაპიტალ წარმოების ზრდით. თუ გამოვაკლებთ AI-ის კომპანიების ზრდას ამერიკულ ეკონომიკას, დაახლოებით ის გამოდის რაღაც ნულოვანი ზრდა, სტაგნაცია ან პირიქით ეკონომიკის შემცირება. ამიტომაც იყო, რომ ეს Nvidia-ს აი ეს Huawei-ის ჩასვლა იყო მნიშვნელოვანი და ან მორიგება გარკვეულ საკითხებზე. ხო, თუმცა მე ბოლოს ანუ ძალიან რთულია თუ რაღაცა კონკრეტული ან რაღაც ან კომუნიკე ან რაღაცა მემორანდუმი არ შედგა, თქვათ რითი დასრულდა ეს მოლაპარაკებები, რაღაც რეტროსპექტულად შემდგომ გავიგებთ ხოლმე რა მოხდა, ხო? იმაგის თქმა უნდა, რომ რამდენიმე დღეში გამოჩნდება იქ რაღაცა კონკრეტული თემები. თვითონ ეხა ჩინურ საზოგადოებაში არის ესეთი საკმაოდ როგორ გითხრა კონფრონტაციული განწყობა შეერთებული შტატების მიმართ. ჩინური საზოგადოება დაახლოებით უკვე როგორ გითხრა თავს აღარ უყურებს შეერთებულ შტატებს როგორც რაღაცა ზემდგომ ქვეყანას ან რაღაცა ისე ხო ჩინელები თვლიან რომ ისინი არიან რაღაც უკვე დაწინაურებული რაღაცა უპირატესი საზოგადოება რომელთაც აქვთ გარკვეულწილად დომინაციის შესაძლებლობა და გარკვეულწილად გაშარჟებულიც კი ახლა ხშირად შეერთებული შტატები და ნუ დონალდ ტრამპს ეძახიან ჩინურ საზოგადოებაში ეროვნული პროგრესის გმირი. ანუ ეროვნული პროგრესის გმირი არა შეერთებული შტატებისთვის, არამედ ჩინეთისთვის. აი გამომდინარე სანქციებისა და სატარიფო ომებისთვის გამომდინარე იქიდან რომ შიდა ესეთი მობილიზება ეკონომიკური China Great Again. და ძალიან კარგი მაგალითი აი ამ დამოკიდებულების იყო შემდგომ
ესეთი ერთ-ერთი რაღაცა ანალიტიკოსი ამბობდა, რომ მთავარი გაზეთი, რომელიც გამოდის ჩინეთში, მის პირველ გვერდზე, აი ამ დონალდ ტრამპის ვიზიტისას იყო ის, რომ ჩინეთის პრეზიდენტი ხვდება ტაჯიკეთის პრეზიდენტს მთავარი ეს გამოტანილი წინა გვერდზე და შემდგომ გვერდზე პანელზე იყო პატარა, რომ აი დონალდ ტრამპიც ჩამოსულია შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ესეც მიანიშნებს აი იმაზე, ანუ როგორ გითხრა თვითონ ახლა ის დახვედრაც ხო რაც იყო კი ახლა მაგალითად არ არის აუცილებელი რომ პირველ პირი დახვდეს აეროპორტში ნებისმიერ პირველ პირს თუმცა აი ეს რაღაც მხოლოდ ბავშვებით დახვედრა და რაღაცა ნაკლებ ოფიციოზი ესეც იმას მიანიშნებდა რომ გარკვეულწილად ჩინეთს სურს უკვე იმის დემონსტრირება რომ ის არის რაღაცა ეკონომიკურად გეოპოლიტიკურად დომინანტი შეერთებულ შტატებზე უფრო მეტად ხო ესეც არის რაღაც გარკვეულწილად ამისი რაღაცა სიმბოლური გამოხატულება მაგალითად ესეც ეს კადრებიც გავრცელდა რაღაც მარკო რუბიო რაღაცა ძალიან აღფრთოვან და ამ რაღაც ჭერზე მოხატულობით სადაც ხდებოდა ეს საუბარი დიალოგი ამ წარმომადგენლებს შორის რომ ესეც მიანიშნებდა რომ რაღაც კულტურულად შეიძლება უპირატესიც არის ამ შემთხვევაში ცივილიზაციურად ჩინეთი ხო. ბევრი რაღაცა სიმბოლიზმი არსებობდა. ვინც მე ყველაზე მეტად დაიჩაგრა ამ შეხვედრისას იყო პიტ ჰექსეტი, რომელსაც რაღაცა ესეთი ცუჩედერებას მოვიყვა. ცეკვის ანსამბლები რომ მიდიოდნენ და რაღაცა მიყვებოდა და ესე იყო გაყოლილი, იმიტომ რომ არ ვიცი, არავის შეხვედრია მასთან არავის უსაუბრია იქ. პოლიტიკური თავშესაფარი. ისე შეიძლება ჰექსეტის დრო. ჰექსეტის კაი გამოსავალი. პიტ ჰექსეტს არ აქვს კარგად საქმე თვითონ შეერთებულ შტატებში. პოლიტიკური გამოსავალი თავშესაფარი. მის მიმართ არის უკვე იმპიჩმენტის პროცედურა არ დაწყებულა, მაგრამ შეტანილია განცხადება კონგრესში, ნუ ამ ირანის ომმა საერთოდ რაღაცა პოლიტიკური რაღაცა უცებ მე ამ ირანის ომი რომელია თქვა. ამ ირანის ომმა. მოკლედ კიდე ერთი თემა და მე მგონი ფინალისკენ მივდივართ. ერთი რომ ვიდრე ტრამპის ვიზიტი შედგებოდა, ანუ რადგან ირანი ვახსენეთ, იყო რომ აბას არახჩის ვიზიტი შედგა. ხო, ისე საინტერესო. ჩინეთში და მეორე ზუსტად გუშინ ასევე ასე ვთქვათ, კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში შედგება პუტინის ვიზიტი ჩინეთში. ანუ აქ საინტერესო ის არის, რომ ერთი კვირის წინ რომ ახსენეთ პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი, შემდეგ ტრამპის ვიზიტი ჩინეთში, შემდეგ ახლა ისე პუტინის ვიზიტი ჩინეთში. ესე საჯაროდ თითქოს არაფერი თქმულა, მაგრამ თითქოს ესენი ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ამ გადალაგების საკითხიც განიხილებოდა ამ ურთიერთობებში. გარეთ არ გამოუტანიათ, გარეთ განცხადებების დროს არაფერი უთქვამთ იქ რაღაცა როგორ რა უნდა დაალაგდეს, მაგრამ ნუ ალბათ ჩანს, როგორც ჩანს, მაინც ეს თემა დგას დღის წესრიგში. პუტინმა განაცხადა ეგეთი რაღაცა, რომ უკრაინასთან ომი მალე დასრულდება. იქ საინტერესო იყო მოლაპარაკების თემაც ახსენა ევროპასთან. ხო, აქედან გამომდინარე ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ ის, რომ თვითონ ამ რუსულ პოლიტიკურ სამხედრო ელიტებში გარკვეულწილად გეგმავენ აი რაღაცა ფინალში გასვლას ამ კონფლიქტში. ამას დაემთხვრა, რომ აი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ აი ესეთი მასირებული შეტევა კიევზე არ მომხდარა. პრინციპში დრონების შეტევა იყო. ხო, ანუ არა, ადრე იყო, მაგრამ ეს იყო თითქოს ყველაზე მასირებული, იმიტომ რომ 1200-ზე მეტი თვითონ რუსულმა მხარემ ახსენა 1200-ზე მეტი დრონი და უკრაინული მხარემ ახსენა 1500 დრონი. რამდენიმე ათეული ბალისტიკური რაკეტა. კი და ნუ აი სამოქალაქო მსხვერპლიც ამხელა კაი ხანი აღარ ყოფილა ასეთი იერიშების შემდეგ 24-მდე გაიზარდა დღეის მონაცემებით სამოქალაქო მსხვერპლი. კიევმაც უპასუხა რაღაცა იგივე და 4 სამოქალაქო პირია დაღუპული რუსეთის მხარეს ამის შემდეგ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეც თითქოს იყო რაღაც გარკვეული დემონსტრაცია იმისა, რომ ან მოლაპარაკებებით ვასრულებთ ამას, ან შეგვიძლია ესკალაცია, მაქსიმალური ესკალაცია. ხო, საკითხი შევეხოთ, მოდი ის დავასრულოთ ჩინეთთან, აი ვიზიტი სავარაუდო კი და მომავალი ვიზიტი პუტინის, რომ დიდი ალბათობით აი ამ
ფინალის კონფიგურაციაზე იქნება საუბარი. თუ ჩვენ გავიხსენებთ ამ კონფლიქტის მსვლელობისას, რაღაცა, ოდესაც რუსეთი გადადგავდა რაღაცა, ან ცვლიდა პოლიტიკას, ან სამხედრო ესკალაციას, ხშირად იყო სატელეფონო კომუნიკაცია პუტინსა და სი ძინპინს შორის. გარკვეულწილად ხდებოდა კოორდინაცია ამ საკითხის. და ახლავე შეიძლება ვთქვათ, რომ ერთი საკითხი იქნება ეს, უკრაინის კონფლიქტის დასასრული როგორი შეიძლება იყოს. მეორე აუცილებლად იქნება ალბათ ენერგოსტაბილურობის საკითხი. ამ ირანის ომიდან გამომდინარე და დიდი ალბათობით იქნება საუბარი ამ ნავთობის მიწოდებაზე რუსეთის მხრიდან ჩინეთისთვის და აი ამ ციმბირი 2-ის მაგისტრალის შეიძლება მშენებლობის დაჩქარებაზე სამომავლოდ. ეს საკითხები იქნება აუცილებლად განხილული და აი როგორც შენახსენა ეს უკრაინის კონფლიქტის რაღაცა ფინალში გასვლის ტენდენცია საკმაოდ საინტერესო მოვლენები ხდება თვითონ უკრაინაში, ხო? არსაიდან არა, მაგრამ რაღაც მოულოდნელად ტაკერ კარლსონმა ჩაწერა ინტერვიუ ზელენსკის ყოფილ პრესპიკერთან, რომელიც საკმაოდ კრიტიკული იყო და ის საკითხები გამოიტანა საჯაროდ ამერიკული საზოგადოებისთვის, რომელიც შეიძლება დაემთხვა ეს ყველაფერი ერმაკის დაკავებას. ამას შემთხვევით დაემთხვა ეს ერმაკის დაკავებაც, რაც შეიძლება მიანიშნებს იმას, რომ რაღაც ამერიკული მხარე შეიძლება მზად არის გარკვეულწილად რაღაცა დროებითი სამშვიდობო რაღაც კონფიგურაციაზე შეთანხმდეს ეს კონფლიქტი და დასრულდეს. იქ გაჟღერდა კიდე ისიც, რომ შესაძლოა ზელენსკის წინააღმდეგაც არსებობდეს რაიმე кейსი, იმიტომ რომ ეს ხა ერმაკის დაკავებაც ხო რეალურად სიგნალია, რომ შესაძლებლობა აქვს იგივე ამ ნაბუს, რომ რაღაც ეს თემები გამოიტანოს. ამის გარდა, იქ იყო რაღაც ჩანაწერებზე საუბარი, სადაც შესაძლოა მოიაზრებოდეს ზელენსკის მონაწილეობა ამ პროცესებში, ისთვისაც ერმაკია დაკავებული. მაგრამ მოდი იმის დაუბრუნდეთ, რუსეთმა პუტინმა რო თქვა, რომ უკრაინის კონფლიქტის დასრულებასთან ახლოს ვართ, იქვე ახსენა, რომ მაგალითად ვის ისურვებდა ევროპის მხრიდან მომლაპარაკებს. ხო, ეგეც. ის ევროპულმა მხარემ უარყო მისი, უბრალოდ დაიწუნა ეს კანდიდატურა, გასაგებია, მაგრამ დაიწყო ევროპულ ისტაბლიშმენტში განხილვა იმისა, რომ მართლა ვინ შეიძლება იყოს წარმომადგენელი და დაიწყეს ესეთი საუბრები, რომ ჩვენ ვერავინ გვიკარნახებს, ვინ უნდა იყოს ევროპის წარმომადგენელი და ასე შემდეგ. მაგრამ მთელი ამბავი რაშია, რომ თითქოს აქ იყო გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ ფინალისკენ მივდივართ და აბა ბიჭებო, თქვენ მზად ხართ, რომ თქვენი ადგილი დაიკავოთ ამ ფინალში. ხო, ჩემთვის გასაკვირი იყო, რომ ყველაზე ერთ-ერთი რადიკალური ლიდერი, ვინც არის ევროპულ ფლანგზე, ფინეთის პრეზიდენტი სტუბი გამოვიდა ამ განცხადებით, რომ ჩვენ უკვე საუბრობთ ამ საკითხზე, რომ უნდა დავიწყოთ დიალოგი რუსეთთან და ვარჩევთ კანდიდატს, ვინ იყოს წარმომადგენელი, ხა ეს გერჰარდ შრიოდერის კანდიდატურა იყო დაყენებული, თუმცა ხა ეს მისაღები არ ვიცი. ესეც არის ის სიგნალი, ესეც უნდა ვთქვათ, რომ სავარაუდოდ ეს არ არის ევროპის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, ესეც შეერთებული შტატების ზეწოლა იქნება ამ თვალსაზრისით, ვივარაუდოთ ესე და ეს რაღაცა ბევრი მეფე ჩარლზთან რაღაცაზე შეთანხმდნენ? არ ვიცი, ხო. მეფე ჩარლზმა პირიქით ისაუბრა, რომ მეფე ჩარლზმა მიანიშნა შეერთებულ შტატებს, რომ დროებით ჩინეთს დაანებეთ თავი, იმიტომ რომ ამ მომენტისთვის მათთან კონფრონტაცია არ ღირს და თუნდაც იგივე ირანთან, იმიტომ რომ შედეგი არ მიიღწევა და თავარი ორიენტირი იყოს უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ, ხო. ხო, ეს არ ვიცი რამდენად ჯდება ამ კონტექსტში, მაგრამ ეს დანარჩენი მოვლენები გარკვეულწილად რაღაცა ჯაჭვს ქმნის, რომელიც რაღაცა ანალიზის შედეგად გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება რაღაცა პროცესი დაწყებულია, მაგრამ ამის საპირისპიროდ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ლავროვმა განაცხადა, რომ არანაირი, მოლაპარაკების პროცესი შეერთებულ შტატებთან შეჩერებულია, აღარანაირი საუბარი აღარ მიმდინარეობს მხარეებს შორის. რუსულ მედიაში სულ უფრო ხშირად წერენ ესე ანალიტიკურ ნაწილში, რომ ეს ანკორიჯის სული გაქარწყდა და აღარ არსებობს. ეგ კარგი ხანია, კარაგანოვიც გამოვიდა და ისეთები ლაპარაკა, რომ ამ ომის დასასრულებლად რუსეთს ჭირდება მასშტაბური ესკალაცია.
მათ შორის ჯერჯერობით ახსენა რომ კონვენციური იარაღის გამოყენება თვითონ ევროპულ ქვეყნებზე სადაც არის ეს საწარმოო პუნქტები რომელიც გამოაქვეყნა თავის დროზე მედვედევმა და თუ ამაზე ჩვენ გვიპასუხებენ მაგრამ შემდგომ არც უნდა მოგვერიდოს ბირთვული იარაღის გამოყენება ანუ რაღაცა არსებობს ესეთი ურთიერთგამომრიცხავი საინფორმაციო ტალღები სადაც შეიძლება ეგ იყოს ისა რა ქვია მაქსიმალური ესკალაციის დემონსტრირება იმისთვის რომ დეესკალაცია მოხდეს. ანუ იმის საჩვენებლად რომ რა სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ მაქსიმალურმა ესკალაციამ. კარგი შოთა, მადლობა. დავასრულოთ უნდა დღევანდელი ჩვენი გამოშვება. შეგახსენებთ რომ საქართველოს რადიოს ეთერში უსმენდით 42 პარალელის საერთაშორისო მიმოხილვას. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ რომ დაგვიმეგობრდეთ გამოიწეროთ ჩვენი არხები YouTube-სა და Spotify-ზე დაგვიმეგობრდეთ Facebook-სა და TikTok-ზე მოგწერეთ და ლაიქეთ გააზიარეთ ჩვენი კონტენტი კარგად ბრძანდებოდეთ შევხვდებით ერთმანეთს უკვე მომავალი შემდგომი მიმოხილვისას ნახვამდის